ბევრი ადამიანი, როდესაც სტარტაპს იწყებს, გონია რომ სტარტაპი არის პროდუქტი და სერვისი, მაგრამ არ არის. აი აქ უკვე ძალიან დიდი ნაწილი ადამიანების იჭერდება. იმიტომ რომ ისინი ქმნიან საკუთარ თავში ანტრეპრენერს, ესე ვთქვათ, მაინდსეტს და ყველაფერს ანაკოპირებენ, აზრებენ ან რაღაცა. ისინი ქმნიან გუნდს, კარგია თუ ცუდია მნიშვნელობა არ აქვს, ქმნიან გუნდს, ისინი ქმნიან პროდუქტს და სერვისს, კარგია თუ ცუდია მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ბოლოს სადაც იჭედებიან არის ის რომ კომპანიას ვეღარ ქმნიან. იმიტომ რომ შენი სტარტაპი არის თან კომპანია, არ უნდა დაგავიწყდეს ეგ და ამ კომპანიას სჭირდება თავისი მენეჯმენტი, ანუ იურიდიული საკითხები აქვს, იქ რისკები აქვს, ფინანსური საკითხები აქვს, შემოსავალი ჭირდება, გადარჩენა ჭირდება, ბევრი რაღაც ჭირდება, განვითარება ჭირდება, ინვესტორი ჭირდება, ასევე ბრენდინგი ჭირდება, მედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, კონტენტის შექმნა. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პროდუქტს ცალკე ჭირდება ეს ყველაფერი და კომპანიას ცალკე ჭირდება და აი ეს ნაწილი რატომღაც ავიწყდება სტარტაპერების უმეტესობა. მე უბრალოდ კარგ სიტუაციაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ მე ტრადიციულ ბიზნესში მიმუშავია და უკვე მესმოდა, რომ ეს ყველაფერი ჭირდება. რეალურად სტარტაპს ყავს ორი გუნდი. ეს არის ბიზნეს უნარების მქონე გუნდი და ეს არის ტექნოლოგიების უნარების მქონე გუნდი.